აზარში ერთი ღმერთია, ენაი ქართული. ყოველი საიდუმლოება ამა ენისა შინაგან დამარხულ არის. Გადაანთე ქართულ მიწას ფერმერები ნაირი, შემიცემი თაფლი თავისები. როცა მოსვლელი სტუდიას აკაკის ვაჟას ბარათაშვილის გადაკეთებულა გასაკვირია, მაგრამ სურდა ნადულასათიანის კურსის ტიპები მართლდება. კავკასიის მთებში გადარჩენა უზედა ფათახავრებისა და ღმერთების ენა. ხოლო, როდესაც საქართველოს ისტორიას კითხვა, ქართლის ცხოვრებას, კითხულობდა ქართულ ტაძართა ანგარებებს და საჭრელს, ამოქარგოს ჯგუფოსებსა და ასოებს ვეჭირებოდა. წასაკითხად, ირაკლი აბაშიძის დიდებული ლექსი მაგონება. ქვესკნელში მძრომი, საშინჩონეტევა, ხან ფუნჯო ჩამო, ხან საჭრელო. შენაკუნის ჰიმნო, ცრემლ სამარის, იბერის ენა თამაზის. ქართული ენა, შვენიერი ენა, მოქმედი და ზუსტი, ორიგინალური აგებულებისაა. მას დიდებული წარსული აქვს. კურსის შვენია ხატა და ელამსისა და ბავშვა. ქართული ჩემი დედაენა, ყოველ ენაზე უტყვესი და უპირფასესი ჩემთვის. აკაკი. ქართული ენის ძოლა ისეთი საპატიო საქმეა, როგორც ძოლასა და საკუთარი სამშობლოსთვის. გაფსახური განსახილველი. ენის ცხოვრება, მისი ფედება, მისი ისტორია დაცულ არს ენი, გრიგოლოველი. რამდენი ტანჯვა გამოიტანა, რამდენი ქონდა ქართულს იარა, მოუკლეს მოძლე, დაუწყვეს ენა, შური წამხოს, ინახიე. მრავალ ჭირვარონ გადანახადი, უმეტი ბესენა ქართული, ყველაზე მეტად რომლის ლაზათი შეთას ლექსშია გამოხატული. თბილისის მყარვანს გადურჩა, რამდენ თბილისის მტერმა ეწა, რამდენმა მაინც შეძლო მოსვლა აქამდე, არა მოიხდა, არა გაცხადდა.